მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ასეთი გაშლა. ანუ მისი ფიქრები, გრძნობები და ქმედება, მაგრამ ეს იქნება როგორც ანუ ანალიზი, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა პერიოდის, ხო? ეს გაშლა მე მინდა გავაკეთო თქვენთვის ვიმაყურებლებისთვის, ახლა როგორც ნუ რა თქმა უნდა გავარჩიოთ თქვენი სიტუაცია, მაგრამ უფრო კიდე ეს იქნება ესეთი გაშლა ჩემი მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ხანს ჩავატარეთ მასტერ კლასი, სადაც მე ვაძლევდი სხვადასხვა გაშლებს და დაპატიჟებული იყვნენ არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეები, დაპატიჟებული იყო ყველა პრინციპში, ვინც ახლა დაროს ფლობს და აინტერესებს დაუშვათ და შეაკეთებს თვითონ თავისთვის გაშლებს, სხვებისთვის. ბევრი გაშლები იყო, რომელიც ახლა არის ძალიან აქტუალური საახალწლო, მაგრამ აი ეს გაშლა ისეთია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს, თქვათ, უბრალოდ გაანალიზოთ რაღაცა პერიოდში, თქვათ, როგორი ქონდა ფიქრები, ხო, რა დონეზე, ხო, როგორი იცვლებოდა, როგორი აი გრძნობები, ფიქრები, ქმედებები და რა წავიდა, რა დარჩა უკვე წარსულში, რა შემოდის ახალი და რა გჭირდება კიდე დაუშვათ, ხო? და ამას გავაკეთებ სამ დასტაზე, იმიტომ რომ ეს გაშლა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ სხვადასხვა ორაკულზე. არიან გაშლები, რომელიც მე მივეცე იყო პროფილურიც, მაგრამ ეს მინდა იყოს აი ესეთი ორი მიზანი აქვს ამ გაშლას. პირველ რიგში, ნუ რა თქმა უნდა, მაყურებლებისთვის, როგორც თქვი, რომ თქვენი სიტუაცია გავარჩიოთ, ჩემი მოსწავლეებისთვის იქნება ეს უბრალოდ როგორც სასწავლო. მასტერ კლასის შეძენა თუ ვინმეს უნდა, კი ბატონო, შეგიძლიათ, არის ჩვენ ვიდეოს ქვეშ ლინკი და შეგიძლიათ მოგვართოთ და მიიღოთ ისე მონაწილეობა, ხოლოდ უკვე ჩანაწერი იქნება, რა თქმა უნდა. მე აქ ვეცდები უკვე არა მხოლოდ ჩვეულებრივად მოგიყვეთ, ნუ უბრალოდ გავთხილებთ, რომ ეს იქნება კიდე ჩემი მოსწავლეებისთვისაც და ამიტომ რაღაც ახსნებიც იქნება. გამოვიყენებ დღეს მანარას აუცილებლად, გამოვიყენებ სხვა დასტებსაც და ამიტომ გრძნობებზე მე მგონი ჯობია მანარა აგე, ხო? კარგით, მოდით ახლა. ძალიან საინტერესო და ღრმა გაშლა არის, იმედია რომ მოგეწონებათ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ჩემ მოსწავლეებს გამოადგებათ ყველა ვარიანტში და თქვენს მე მგონი ისე ამოვნებთ. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ პერიოდი. ავიღოთ თუ გინდათ ახლა რადგან ვინც ახლა უყურებს, ახლა ერთი წელი მთავრდება და შეგვიძლიათ ვნახოთ ჩვენ, ანუ ამ პერიოდში, ან იმ პერიოდში რა თქვენ დაუშვათ შეიძლება ზოგს ახლა ნუ ერთთვიანი ურთიერთობა აქვს, ზოგს შეიძლება ერთწლიანი, ზოგს შეიძლება რამდენიმე წლის ურთიერთობა გაქვს, მაგრამ თქვენ შეიძლება რაღაცა პერიოდის, ამ პერიოდის გინდა თქვენ ნახოთ ეს როგორ მიმდინარეობდა, რა გავლენა როგორ მიმდინარეობდა თქვენი ეს სიტუაცია, რა თქვენ პარტნიორის შორის ყველა აი ამ სამივე დარგში, ასე რომ ვთქვათ. პირველი პოზიცია ჩვენ გვაქვს, ანუ ფიქრები, პოზიციები ყველაფერი მაქვს ახსნილი მასტერ კლასში, აბსოლუტურად. შემდეგი, ნუ უკვე იციან ეს ჩემო მოსწავლეებმა და მე ასე მინდა გავაკეთო, რომ დაინახოთ კარგად, იმიტომ ეს ფორმატიც ავერჩიე. იმედი მაქვს, რომ მანარა ახლა მე არ მიღალატებს და აქ ასეთი იცი თქვენ როგორი ეროტიკული არის რა მანარა, მაგრამ მანარას კურსიც გვაქვს ჩვენ, სხვა შორის ძალიან უყვარს ჩემ მოსწავლეებს, ნუ პრინციპში თუ ტაროლოგი ხარ, ყველა ვარიანტში მანარა უნდა იცოდე. ან თუ თვლი რომ შენ ტარო იცი, ახლა ეს უკვე საერთაშორისო ისეთი დასტა, რომელიც ჩვენ გრძნობებს რაც ეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაგას ამბობს. ნუ ჩემი თვალსაზრისით და ჩემი მოსწავლეებიც ეგრე მეთანხმებიან, რომ აუცილებელია მანარას ცოდნა, როცა შენს თავს არ ქმევ ტაროლოგად. გრძნობა, რა თქმა უნდა, გრძნობა და მანარაზე კარგად ვინ რას გვეტყვის ჩვენ და ქმედებები რაღაცა დიდი ხანი ამ დასტეთ არ მიმუშავე, ეგაც საკმაოდ ისეთი ეროტიკულია, მაგრამ არა უშავს. იყოს ახლა ნახოთ ქმედებებს, რას გვაჩვენებს ჩვენ. თუ ცოტა ისეთი იქნება, დავხურავ, იმიტომ რომ YouTube-ს ახლა უფრო გრძალავენ ხოლმე ეგეთ რამეებს და ნახოთ. და ქმედებები. Всё.
აბა დავიწყოთ ახლა ჩვენ თავიდან. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ესე იგი როგორ იყო, როგორ არის და ახლა რა ხდება, ხო? ანუ უпростоრედ даже როგორი თემა არის, იცით? ანუ ვნახოთ ჩვენ კარგით, აქედან დავიწყოთ. ესე იგი, რა დარჩა? ეს წარსული იქნება. რა დარჩა? რა დარჩა ფიქრებში? ფიქრებში პრინციპში დარჩა ის სიტუაცია, როცა თქვენ ოცნებობდით დაუშვათ შეიძლება ამ ურთიერთობა. ნუ რაღაცა აქ даже შემიძლია ვთქვათ, ზოგისთვის იქნებოდა მანძილი, რაღაცა მანძილზე შეიძლება იყავეთ, შეიძლება ოცნებობდით, რომ აი ჩემი ვთქვათ ადამიანი მოვა ჩემ ცხოვრებაში, ხო? ეს შეიძლება იყოს, სანამდე ვთქვათ ეს პარტნიორი შემოვიდა, ხო? თქვენი რაღაც ოცნება. ან ოცნებობდით რაღაცა ვთქვათ, ნუ შეიძლება რომ ეს მანძილი შეწყდეს ჩვენ შორის. ეს გრძნობები ვნახოთ ჩვენ, როგორი გრძნობები ქონდა. ნუ აქ პრინციპში როგორ არის? აქ უფრო რაღაც მანძილს მაჩვენებენ, შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ ადამიანი, ნუ ვიღაცის ალბათ ეს გაშლა იქნება, ვინც არის შორს ახლა, ხო? ან შეიძლება ინტერნეტ გაცნობად შეიძლება იყოს, ან სადღაც დავუშვათ დაინახათ თქვენ ადამიანი, მოგეწონათ, მაგას უთვალთვალებდით და ამიტომ გრძნობას როგორი იყო? აი როგორც ვთქვათ, ეს არის ჩემი ვარსკვლავი, აქ ისედაც არის რა, ანუ შეიძლება თქვენ თვითონ ფიქრობდეთ, რომ ან ჩემთვის აი ძალიან ის აი უსპად დავინახე, გამოანატა, მეტი სხვა არაფერი აღარ მინდა, აი ესეთი ძალიან მაგარი არის ეს ადამიანი და ასე შემდეგ, რაღაცა ის ძალიან იყო თქვენთვის, აი შეიძლება даже აქ არ გამოვრიცხავთ, თქვენ მისი ცხოვრებით ცხოვრობდეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო თქვენ აი სულ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებდა საერთოდ რა. და ქმედებებშიც ახლა პრინციპში ნუ თქვენ აი ხო გეუბნებით რა წავედა შეიძლება აი ასეც დავმალავ ხო აქ რაც ეხება ქმედებებს აქაც ესეთი მომენტი არის როცა ადამიანი ნუ აქ იმპერატრიცა მაგრამ შეიძლება იმიტომაც აქ თქვენ როგორც იმპერატრიცა თქვენს თავს არ გრძნობდით ანუ ესე იგი ყველაფერი იყო ალბათ უფრო თქვენი ნუ ჩვენ თქვენზე ვლაპარაკობთ ხო შეიძლება აქ даже წამოვიდეს ინფორმაცია ნუ საჯარო გაშლა არის რა თქმა უნდა შეიძლება წამოვიდეს და ორივეს ინფორმაცია მაგრამ ეხლა მომდის რაზე ნახეთ ინფორმაცია ადამიანი თქვენ ესე იგი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს პიროვნება ყოველთვის თქვენ მის გარდა ვერავის ვერ ხედავდით სულ დღე და ღამე თქვენი ფიქრი იყო მასზე და მაგრამ თქვენ თვითონ თქვენს თავს შეიძლება უკვე даже აი დაკარგეთ სადღაც თქვენი თავი თქვენ თვითონ მოქმედებდით როგორ აი ძალიან გამცემი ყველაფერის ნუ ჩემი პარტნიორისთვის მინდა ყველაფერი მაგას მინდა გავუკეთო ჩემი საყვარელი ადამიანი ეს ხო არის აი ანუ სულ ტრიალი იყო მის ირგვლივ ხო ყველაფერი აქ даже არ გამიკვირდება რომ შეიძლება დედიკოსავით რა რომ აი ნამეტანი ბევრი მზრუნველობა იყო აი აქ შემიძლია გითხრათ აი ძალიან ბევრი მზრუნველობა ქონდა იყო თქვენი მხრიდან ამ ადამიანის მიმართ რა ნუ ყველაფერი რო ოღონდაც ახლა რა სისურვებ რა აი ეგეთი სიტუაცია არის აქ ეხლა ვნახოთ ჩვენ ესე იგი როგორ რა შემოვიდა იმის მერე როგორ განვითარდა სიტუაცია ну აქ პრინციპში ფიქრებში ისეთ რა არის აქ მართლა სულ ისეთი არკანები არის რომ გითხრათ თქვენ ახლა მაგაზე აღარ ფიქრობდით თქვენს პარტნიორზე ну აქ გამოვრიცხავ პირიქით უფრო მეტი ფიქრები ქონდა ვიღაცა შეიძლება იმასაც ფიქრობდა რომ ერთად ვიცხოვროთ ну ეს ორაკული ამიტომ ჩვენ ვკითხულობთ როგორც ორაკულს რა თქმა უნდა მასტერ-კლასზე მე უკვე ვასწავლე როგორ ვკითხულობთ ჩვენ ორაკულებს იმიტომ რომ მაგას თავისი სპეციფიკა აქვს რა თქმა უნდა და ამიტომ აქ ფიქრების დონეზე უკვე იყო როგორი მომენტი იცით როცა ადამიანი იცულება აქ პრინციპში არც იცულებოდა ძალიან ახლა რო ვთქვათ რა კი იყო აქ მანძილი მაინც შეიძლება ზოგადად იყო მანძილი სხვათა შორის აი არ გამოვრიცხავ მაგრამ ოცნებობდით იმაზე რომ ერთად ვიცხოვროთ კომფორტი იმიტომ რომ 18 ენერგიის არის კომფორტი ჩემთვის მინდოდა კომფორტი და კომფორტი მაშინ იქნებოდა როცა ჩვენ დავუშვათ როგორც ოჯახი ისე გვეცხოვრა ხო ზოგი შეიძლება ფიქრობდა უკვე თქვათ ახლა თუნდაც შვილებზე შეიძლება თქვენ სახლზე შეიძლება ოჯახის შექმნაზე რა ну აი ეს იყო ისეთი მომენტი როცა თქვენ
ნამდვილად ფიქრების დონეზეც ამ ადამიანთან გინდოდათ რომ ყოფილიყო უკვე აი თქვათ ყველა საღამო ერთად გავატაროთ, ერთად ვიყოთ, ერთად თქვათ რამე შევქმნათ. ნუ მე-18 ენერგია ამ შემთხვევაში ამ დასტაში ახლა ფიქრების დონეზე ამას გვაჩვენებს ჩვენ რომ ეს უკვე ასეთი უკვე ფიქრები ნუ წავიდა ცოტა ღრმად ასე რომ ვთქვათ, ხო? ვნახოთ ახლა გრძნობებზე, აი გრძნობებზე აქ ნახეთ როგორი მომენტი დაიწყო რა. ესე იგი იყო ძალიან დიდი გულის ტკენა. იმიტომ რომ შეიძლება აქ არ ხდებოდა ის როგორც თქვენ გინდოდათ, იმიტომ რომ აქაც ახლა მაინც მთვარის ენერგია შეიძლება ილუზია იყო ჩემი რომ თქვათ მე მეგონა რომ ჩვენ რომ ერთად ვიცხოვრებთ უფრო დაუშვათ იქნებოდა ეგ სიტუაცია ისეთი როგორიც ჩვენ ხო ვოცნებობთ, აქაც ოცნება არის, ხო? ვოცნებობდი რომ აი ასე გვეცხოვრა, მაგრამ მოხდა სიტუაცია, როცა მოხდა დიდი გულის ტკენა. შეიძლება იმიტომ რომ დაუშვათ ახლა არ მოხდა ისე როგორც თქვენ ფიქრობდეთ, თქვათ. კი, ზოგი შეიძლება даже დაიწყეს ახლა, აქ ფიქრები, ხო? ქმედებაზე ვნახოთ, ქმედებაზე რა ხდება. ქმედებაზე როგორი მომენტი იყო? მე იცით რას გეტყვით, რომ აქ შეიძლება უფრო ცოტას დავმალავ აი ესე. აქ შეიძლება როგორი სიტუაცია იყო? თქვენ კი გინდოდათ რომ ერთად გეცხოვროთ, ხო? ერთი ჭერქვაში ყოფილიყავით, მაგრამ სიტუაცია даже თუნდაც რომ მოსინჯეთ, აი აქ ურთიერთობა უფრო ქმედება მთავრდებოდა მხოლოდ იმით, რომ ადამიანი იყო, მოდიოდა შეიძლება თქვენთან და ქონდათ მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა. იმიტომ რომ გითხრათ რომ ეხლა აქ კი ბატონო, აი როგორც ვთქვათ, ახლა სექსუალური პარტნიორი, როგორც ვთქვათ, ახლა მიმოწერა რაღაცები კი იყო, მაგრამ ქმედება იმაზე იქით ვერსად ვერ მიდიოდა. აი ასე რომ ვთქვათ რა. და ამიტომ შეიძლება გრძნობაზე თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი რაღაცა ისე არ არის, როგორც მე მინდოდა. ანუ ის არ მოხდა იმ დონეზე, რა დონეზეც მე მინდოდა რა. იმიტომ რომ გინდოდათ კომფორტული ცხოვრება, ერთად ცხოვრება, მაგრამ მოხდა ალბათ თუ დაუშვათ თქვენი პარტნიორი არ იყო თავისუფალი, შეიძლება თქვენ ოცნებობდეთ даже აქ რომ ყოფილიყავი მისი ცოლი, შეიძლება ეს ადამიანი გვირდებოდეთ რომ მხოლოდ შენ ხარ ჩემი მზედამთვარე და მე მინდა და შენთან ვიცხოვრებ რა, მაგრამ ეს არ მოხდა და ამიტომ თქვენ დარჩეთ გულნატკენი, შეიძლება დაუშვათ даже ბინაც იქირავეთ სიტყვაზე. ან ფიქრობდეთ, ან ამაზე იყო ლაპარაკი რა, რომ აი ასე გავაკეთებ ჩვენ და ვიქნებით ერთად, მაგრამ სამწუხაროდ ამ სიტუაციიდან მიიღო ძალიან დიდი გულის ტკენა, რომ არ მოხდა იმ დონეზე, რა დონეზეც თქვენ გინდოდათ. და ამის გამო მაინც აქ აშკარად ჩანს, ყოველ შემთხვევაში აი ამ პოზიციაზე რომ ოცნებები იყო ბევრი, სურვილები იყო ბევრი, მაგრამ ყველაფერი დარჩა იმ დონეზე, რომ იმიტომ თქვენ აქ ბევრს დებდით ურთიერთობაში, მაგრამ ყველაფერი დარჩა პრინციპში იმ დონეზე, რომ ანუ ისე როგორც მე მინდოდა, არ მოხდა. არ მოხდა არანაირად და მაგრამ სულ ყველაფერი დარჩა იმ დონეზე, რომ თქვა ან შეხვედრებით თუ თქვენ მიმოწერა გქონდა დაუშვათ ადამიანი არ გადავიდეს სერიოზულ თემაზე, რომ თქვა მარტო წერდათ თავის რაღაცა, აი ასე იქნება, ისე იქნება და მაგრამ სინამდვილეში არაფერი ისე არ მოხდა, როგორც თქვენ გინდოდათ. აი აქ ესეთი სიტუაცია გვაქვს. ვნახოთ ახლა ჩვენ რა დარჩა. დარჩა ის სულ მაღალი არკანები. შეხედეთ ახლა ფიქრების დონეზე პრინციპში შეიძლება იმის მიუხედავად, რომ აქ კი ქონდათ ეს გულის ტკენა დაუშვათ, ხო? ისე მედგაცრუება დაუშვათ, ხო? ისე არა, მაგრამ შეიძლება სექსუალური თემა ქონდა ძალიან კარგი და თუ დაუშვათ ეს ადამიანი მოდიოდა, აი თავისი საქმე კარგად იცოდა, მოდით ასე ვთქვათ, ხო? და ეხლა ნახეთ რა დარჩა. პრინციპში რომ გითხრათ, რომ თქვენ ეხლა გადაგიყვარდათ ეს ადამიანი, ან დაუშვათ ეხლა არ გინდათ ეს ადამიანი, მაგას აქ ვერ ვხედავ მაინც რა. აქ მაინც ადამიანები არიან აი ფიქრების დონეზე, თუნდაც ანუ ყველაფერი უნდა იყოს კარგად. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კიდე აი შანსები კიდე გვაქვს და როგორი მომენტი იცით, რომ მაინც როცა ადამიანი იმედს არ კარგავს რა. მოდით კიდე სხვა პოზიციებიც გავხსნათ ახლა
ჩვენ ანუ так, აკაც კარგი, ხო, კი, კარგი არკანი დარჩა, ნახეთ ახლა 10-იანი დარჩა რა. კიდე სიტუაცია როგორ გრძნობაზე. აქ რაღაც გრძნობა შეგეცვალათ, იცი, დარჩება. ახლა გეტყვით რა ხდება აქ. თუნდაც ახლა ქმედების დონეზე რა. ესე იგი, იმის მიუხედავად აქ მნიშვნელოვანი ურთიერთობა არის უეჭველი, იმიტომ რომ ახლა ნახეთ, აქაც სამი არკანი არის, თან ფიქრებზე არის ეს სულ მაღალი არკანებია რა. მაგრამ გრძნობები ნახეთ როგორ შეიცვალა. ჯერ მე ახლა ფიქრობდი ერთს მოხდა სხვა, მაგრამ იმეც არ ვკარგავ. ნუ ჩვენ ნახეთ ახლა პერიოდი ეს ხო არ ხდება, დაუშვათ თქვენ თუ აიღეთ გინდათ ერთი თვე, გინდათ ერთი წელი, ხო? რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდები მიდიოდა და მიდიოდა, მაგრამ ეხლა რა დარჩა? ანუ აქაც თქვენ ხო რაღაცას გადიოდით ყველა ვარიანტში, ტრანსფორმაციებს შეიძლება გაანალიზებას, ხო, ყველაფერს რო თქვათ, ახლა არ არის ისეთი ქმედება, როგორიც თქვათ მე ველოდებოდი, ხო? მაგრამ პრინციპში თქვენ აქ ბევრი რაღაცა ისწავლეთ რა. აქ მე რატომღაც აი დარწმუნებული ვარ, რომ აქ ადამიანმა მიხვდა, რომ თითქოს თქვენ სხვანაირად შეხედეთ საერთოდ გრძნობას, ურთიერთობას, ყველაფერს. აქ ადამიანი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არ მიიღო ის, რაც მას უნდოდა რომ მიიღო, ხო? მაინც დარჩა როგორ ენერგიაში, იცით, აი გრძნობაზე, ხო? ანუ ყველაფერი თუ რამე კარგი იყო, მე ამ ურთიერთობიდან ავიღე. და ამიტომ მე მაინც ანუ თითქოს ადამიანი გაკვეთილებს იღებდა, ანუ აქ შეგნებული ადამიანი, ნახეთ რა ფიქრები აქვს ადამიანს და მე არ გამიკვირდება სხვათა შორის, რომ აი ეს ურთიერთობა თქვენ მოგცათ ის ბიძგი, რომ თქვენ რაღაცა თქვენი გზა აირჩიეთ. თქვენი გზა აირჩიეთ, თქვენ ბევრი რამე აქ ისწავლეთ ამ სიტუაციიდან, შეიძლება ზოგი თქვათ ინტერნეტიდან კითხულობდით რაღაცებს, ნახულობდით რაღაცა ვიდეო, ზოგი ვაფშე შეიძლება პირველად ტარო გახსნა თავისთვის, ან თქვათ ასტროლოგია დაუშვოთ, ხო? რომ აი რამდენად ვარ ჩვენ ერთმანეთისთვის შესაფერესები, ხო? ანუ შეიძლება ესეც გაიგეთ. ზოგი წავედა თავის პირად დანიშნულებაზე, იმიტომ რომ ეს ენერგია საერთოდ ახლა აქ მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო თქვენთვის, იმიტომ რომ ამ მნიშვნელოვანმა პარტნიორმა თქვენ ახლა ამ თავისი ტკივილებით თქვენ კმედებაში გაგიყვანათ იმაზე, რომ მაინტერესებს გავიგო რატო ხდება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ახლა ეგეთი კითხვები გვჭება, ну გვიჩდება უпростоრეთ, ჩვენ მერე უკვე ვცდილობთ, რომ ეს ამ კითხვებზე პასუხები ვიპოვოთ და რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ აქ საღამოს პერიოდში ზიხარ და ფიქრობთ რა, ანუ რატო ხდება ეს, რისთვის და შეიძლება და აი ეს ტკივილი ცუდი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი პრინციპში სწავლობს ყველაფერი ტკივილით, ხო? და ამიტომ დამაინტერესა, რომ რატომ ასე ხდებოდა, რატომ კიდე მე არ ვიღებ რაღაცას იმას, რაზეც მე ვოცნებობდი, რატომ მე ამდენ რამეს ვდებდი ამ ურთიერთობაში, მაგრამ მაინც ვერ მივიღე ის, რაც მე მინდოდა ბოლომდე, თქვათ, როგორც აი ქმედების დონეზე, ხო? და აი მაგრამ აი აქ რაღაცა ეტყობა ეტაპზე თქვენ დაფიქრდეთ იმაზე, რომ მაინც მოდი მე აქედან ავიღო ყველაფერი ის, რაც მე მომიტანს ბედნიერებას, ხო? აი ეს არის ყველაზე კარგი საერთოდ ქმედებაც, ასე რომ თქვა და ფიქრიც ადამიანის, რომელიც ვითარდება, რომ იმას კი არ დავინახო მხოლოდ ცუდი, რომ აი ეს არ გააკეთა, ერთად არ ვიცხოვრე, თქვა, ან არ მოქმედა, ან ცოლად არ მომიყვანა, მე მინდოდა აქ ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ დაუშვათ დამენახებია იმისთვის, რომ აი როგორი მაგარი ქალი ვარ და შემიძლია კარგი ცოლი ვიყო შენთვის და ნუ არ მოხდა დაუშვათ, ხო? მაინც ისე არ წავიდა საქმე, როგორც თქვა, თქვენ შეიძლება ფიქრობდით და ოცნებობდით, ხო? მაგრამ აი ზუსტად ეს სიტუაცია მაინც თქვენ რადგან აქ მაინც მთვარის არკანია, მაინც დაფიქრდით თქვენ რაღაცას, აქ უეჭველი შეიძლება რაღაცას ისწავლით.
ხო? აი მიგიყვანეთ იმ დონეზე, რომ კარგი მინდა ავიღო აქედან, მე ვფიქრობ, რომ მაინც ისე თუ ასე რაც იყო, მე მაინც ბედნიერიც ხომ მქონდა რაღაცა დროები მაგასთან, ხო? ბედნიერი ხომ მქონდა რაღაცა პერიოდი, ამიტომ მარტო აი ამაზე ვიფიქრებ და მარტო აი თქვათ ამ ენერგიებს ავიღებ რა. და გრძნობებიც ცუდი არ დაგჭეთ. რა თქმა უნდა, თქვენ ახლა შეიძლება ზოგი აქ დაასრულა კიდევაც ურთიერთობა, იმიტომ რომ ну ქმედებაზე როდემდე უნდა მე შენ რამე დაგიმტკიცო, ხო? როდემდე მე უნდა აგიხსნა შენ როგორ უნდა მომიქცე. მაგრამ პრინციპში აქ სექსუალური ენერგია მაინც დარჩა თქვენთან და მაინც დარჩა ის მომენტი, რომ თქვენ დაუშვათ ახლა შეიძლება ზოგი საერთოდ ისე დონეზე გადაერთოთ, ну რა ვქნა, არ გამოდის ახლა ჩვენგან ოჯახი, ну თუნდაც ვისი ამოვნო იმისგან, რაც მე მაქვს, თქვა, კარგი სექსი დაუშვათ გაქვთ, ხო? აქ დაუშვათ, ну დაუშვათ. და ანუ იმით მაინც ავიღებ იმ ენერგიას, რა ენერგიაც მე მჭირდება. გაიგეთ? აი აქ თვითონ ისეთი გაშლა დღეს არის, ну არასტანდარტული გამოგვივიდა, ხო, ну ძალიანაც კარგია, იმიტომ რომ პროცესები ხომ მიმდინარეობს თქვენშიც რაღაც მომენტებში, ხო? იმიტომ რომ ყველა ხა შეიძლება ოჯახის შექმნა ეს არის უბრალოდ, ну, კი არის ეგეთი ტრადიციული თემა, მაგრამ იმდენად იცვლება ახლა სივრცე ყველანაირად რა, რომ უკვე სხვანაირი სტანდარტები დაიწყეს ადამიანებმა ცხოვრება. ამიტომ ზოგისთვის ახლა კი ბატონო შეიძლება მე მინდოდა თქვა დაუშვათ რომ ყოფილიყო ისეთი სიტუაცია როგორც თქვა არის და უნდა იყოს თქვა სოციუმისთვის, მაგრამ აქ მაინც მე ჩემს თავს ვირჩევ და არ უყურებ სოციუმს, უყურებს ჩემს თავს. მე სადაც კარგად ვიქნები, იმას ავიღებ. თუ დაუშვათ თქვენ კარგ ენერგიას იღებთ ამ ურთიერთობიდან და მარტო გულს თქვა გტკენდათ თქვენ ის სიტუაცია, რომ დაუშვათ ადამიანი არ შეიძლება იყოს თქვენი მეუღლესი თქვაზე ოფიციალური და რაღაცა, მაგრამ აი კარგი რაც არის ამ ურთიერთობიდან, იმას მაინც მე ავიღებ და გამოვიყენებ ჩემთვის, ანუ ჩემი კარგად ყოფნისთვის, იმიტომ რომ აქ ადამიანი მაინც ივსება ამ ურთიერთობაში და ამიტომ კიდე რა დარჩა კიდევაც აი აქ ეს მომენტი, რომ თქვენ მართლა უნდა ყოველთვის ასე რომ ვთქვათ, აიღოთ ურთიერთობიდან ის, რაც თქვენთვის არის სასარგებლო, რამდენადაც არ უნდა ეს ცოტა ისე უცნაურად ჟღერდეს, იმიტომ რომ როცა შენ უყურებ ურთიერთობას, არა მხოლოდ ვთქვათ ახლა აი ასე ვთქვათ მიწიერ დონეზე, უფრო სულის დონეზე, ამ შემთხვევაში შენ ნაკლებად გაქვს ეს გულის ტკენა, აქ ნახეთ როგორ გაიზარდა ადამიანი, როგორ გაიზარდა. ანუ ამ გულის ტკენა მოუტანა მერე საბოლოოდ ნახეთ რამხელა ბედნიერება, იმიტომ რომ აქ ადამიანი როცა ხდება ამ ენერგიაში, ხო, ყველა ვარიანტში მერე უკვე ფიქრობს იმაზე, რა გავაკეთო, თქვათ, როგორ გამოვიდე, იმიტომ რომ აქ ძნელია ყოფნა რა, იმიტომ რომ აქ შეიძლება ადამიანმა კიდევაც ისიც მიხვდა, რომ ისევ მეორდება ის სიტუაციები, რომელიც აქამდე მქონდა და ნამდვილად მე უკვე აღარ მინდა, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ტკივილი, რა ტკივილებიც მე გადავიტანე და ანუ სხვანაირად შეხედა სიტუაციას. სხვანაირად. ეს არის ძალიან სხვადასხვა მნიშვნელოვანი, იმიტომ არის აქ მთვარე ესე იგი. იმიტომ რომ მთვარე საერთოდ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ როგორ გამოვიდე მე აქედან, როგორ გამოვიდე. იმიტომ გითხარით, რომ სოციუმს შეიძლება სხვანაირად ხედავდა თქვენ დაუშნო, ან ოჯახი გქონდეს, ან რაღაც, მაგრამ თქვენ შეიძლება ეს გულიცაც გტკენდათ, მაგრამ ამავდროულად თქვენ ახლა პრინციპში გადაწყვეტილება აქ მიიღეთ და მაინც გაიმარჯვეთ, ასე რომ ვთქვათ რა, გაიმარჯვეთ და მიიღეთ ის სიამოვნება აიღეთ რა აქედან, სიამოვნება აიღეთ აქედან და კი, ну აქ დახურავ ასე ძალიან ისეთი მართალი ვთქვი. ნამდვილად აქ თქვენ რაც გითხარით, უკვე აღარ ვიტყვი 1000 ჯერ. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, რა ვიცი, ხა ჩემ მოსწავლეებს რა თქმა უნდა, ახლა გამოადგება თქვენს, ახლა ვინც უყურეთ, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა შეიძლება პასუხები მიიღეთ თქვენს კითხვებზე.